ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ ჩემ ფავორიტ ფეხბურთელს ესე პირისპირ შევხვდები. ჯერ თავი კიდე ალბათ სიზმარში მგონია. ალბათ თავიდან შოკში ვიყავი და ვერ ვიაზრებდი, რომ მართლა ხდება ეს ყველაფერი. ბედნიერად ვგრძენი თავი და мотивация მომეცა, რომ ვივახციო მიზანს. როგორ ხარ? კარგად, თქვენ? მიხარია შენი გაცნობა. მეც ასევე და სიზმარში მგონია ჯერ თავი ესე ახლოდან ვხედავთ. როგორ გზავდით? მადლობა თქვენ. ჩვენ კი ფეხბურთს თამაშობთ. ჯერჯერობით მეტი არაფერს გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა. რასაც რაშიც დაგჭირდება შენ გვერდით ვარ. მინდა რომ იცოდე. მე მზად ვარ. მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი დღეს არის ჩემი სტუმარი და ვერ აგიხსენებთ ემოციებს, რომელიც ახლა მაქვს. მადლობა სავარაუდოდ ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია შენთან ერთად აქ ყოფნა და ამ ინტერვიუს ჩაწერა. მოდით ჯერ გაგვეცანით. მე ვარ გიორგი ქოჩორაშვილი, ვარ სპორტინგის ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების მოთამაშე. მოდით კითხვებზე გადავალ. რამ დაგაინტერესებთ ჩემთან ინტერვიუ რომ გადაგიღოთ? დავინახე პირველ რიგში ძალიან მომეწონა დედასთან შენი ინტერვიუ, ის სწორი საუბარი რაც და ის სწორი კითხვები რაც შენ გქონდა და დედის პასუხი ძალიან მაგრად მომეწონა და თითქოს ესეთი გზნობა მქონდა რომ მეც მინდოდა შენთან ერთად რომ ყოფილიყავი და შენ კითხვებზე პასუხი გამეცა. მადლობელი ვარ ესე ვარს. მოდით შემდეგ კითხვაზე გადავალ. ესეთ მომენტებში თქვენი აზრით სპორტსმენებმა რა უნდა გააკეთონ რომ ცნობიერება აუწიონ საზოგადოებას? ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ფეხბურთის თამაში, ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობთ და ჩვენი ძლიერი მხარე ეს არის, მაგრამ ყოველთვის რაშიც დაგჭირდება ჩემი დახმარება, შენ გვერდით მიგული. ალბათ როდესაც ამდენი ადამიანი გიცნობს, პასუხისმგებლობაც უფრო ზევით მიდის, ზოგჯერ რთულია ამასთან გამკლავება, არ არის ჩვენთვისაც მარტივი, მაგრამ უნდა ვეცადეთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდში არიან, როდესაც მოედანზე არიან და როდესაც მოედნის გარეთ ვართ, ჩვენც დავანახოთ, რომ ჩვენც მათ გვერდით ვართ და არა მხოლოდ ისინი. მოდით შემდეგ კითხვაზეც გადავინაცვლოთ. რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს? რთული კითხვაა, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ურჩევდი ყველა ადამიანს, რომ ეპოვნათ ისეთი რაღაც, რაც რეალურად სიამოვნებას მიანიჭებს. იქნება რთული მომენტებიც, მაგრამ როდესაც რაღაც გიყვარს, ყოველთვის ეძებ გამოსავალს, რომ გახდე უკეთესი შენ საქმეში და იყო საუკეთესო, რასაც აკეთებ. სიყვარულის გარეშე შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ბევრი დაბრკოლება გექმნება, როგორც სპორტში, ასევე ცხოვრებაში, მაგრამ თუ რაღაც მართლა გიყვარს და მართლა გჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ გამოგივა. თქვენ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოცნება რომელი იქნება და რომელზეც უარს არ იტყოდით? ეხლა გეტყოდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. ალბათ ყველაზე მეტად რაც გულში მაქვს ეხლა. და ასევე ყველა ფანატი. და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ამ 4 წელიწადში. რას განიცდით, როცა მოედანზე ხართ და მოედანის გარეთ საფეხბურთო საქმეებში იყავთ მონაწილეობას? ალბათ პასუხისმგებლობას, სიამაყეს და არ ვიცი, დიდ სიამოვნებას ალბათ. კარგით, გავაგრძელოთ. თქვენთვის ყველაზე ემოციური მატჩი რომელი იყო თქვენი კარიერის განმავლობაში? ალბათ საბერძნეთთან. სწრაფად გიპასუხებ, იმიტომ რომ ეს იყო ის წერტილი, საიდანაც ქართულმა ფეხბურთმა ახალი ცხოვრება დაიწყო, იმიტომ რომ ესეთი რაღაც საქართველოში არ მომხდარა. არასდროს არ გვითამაშია ევროპის ჩემპიონატზე, ესე დიდ ტურნირზე და ამ თამაშის შემდეგ ეს ყველაფერი რომ მოახერხეთ, თითქოს ახალი ციკლი დაიწყო და ყველა სხვანაირად შევხედეთ უკვე ფეხბურთს, როგორც საქართველოში, ასევე თითოეულმა ჩვენთანაც, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეგ თამაში იყო ყველაზე დიდი გაერთიანების, ერთობის და ძალის ესე რომ ვთქვათ, გამორჩეული თამაში. მართლაც რომ ეგრე იყო. თქვენთვის კარიერაში ყველაზე რთული მომენტი როდის იყო? ძალიან ბევრი რთული მომენტებია, ყოველ წელს თითქოს რაღაც სირთულეებს აწყდები, მაგრამ ალბათ ყველაზე რთული მომენტი არის, როდესაც აკეთებ ყველაფერს, რომ იმას მიაღწიო, რაც გინდა, მაგრამ რაღაცეები ხელს გიშლის. შეიძლება იყოს ეს ტრავმა, შეიძლება იყოს იმ ადამიანისგან შენს მიმართ გამოხატული უნდობლობა, რაც ხშირად ფეხბურთში ხდება, მაგრამ ალბათ ყველაზე რთული მომენტია, როდესაც ცდილობ ყოველივეს, ყოველდღიურად
რომ იყო უკეთესი ფეხბურთელი, უკეთესი ადამიანი, მაგრამ შედეგს ვერ ხედავ. ალბათ ყველაზე რთული ეგ მომენტია, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ დღეს რასაც გააკეთებ, აუცილებლად შეიძლება ხვალ არა ზეგ, მაგრამ 1 წელიწადში, 2 წელიწადში თუ იმ შრომას გააგრძელებ, დაგიფასდება. მოდით შემდეგ კითხვაზე გადავალ. თქვენი აზრით რა უნდა ისწავლოს? ანუ მე იმას გეკითხებით, რომ თქვენგან რა უნდა ისწავლოს დამწყებ ფეხბურთელმა თქვენი აზრით? რთული კითხვები, სიმართლე რომ გითხრა. რა უნდა ისწავლოს? ალბათ ის რომ ყოველთვის ზევით და ზევით ვერ წახვალ. იქნება მომენტები, როდესაც დაიცემი კიდევაც, ქვევითაც მოგიწევს შაშლა, ისე ვერ იქნები როგორც საჭირო არის, დაკარგავ შენი თავისი მეცაც რაღაც მომენტში, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ დისციპლინით ყველაფერი მიიღწევა. კარგით, გავაგრძელოთ, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ფეხბურთი რო არა, თქვენი აზრით რით იქნებოდით დაგავებული? რთული კითხვა. შეიძლება გითხრა ახლა რომ მე ვენახეობით. იმიტომ რომ პაპა ჩემს ქონდა ვენახი და ყოველდღიურად ხედავდი როგორ შრომობდა, რომ ჩასულიყო, გაეკეთებინა თავის საქმე და ყოველწლიურად ამის ლოდინში თითქოს გულიც წყდებოდა ხოლმე, როცა არ ქონდა შედეგი, მაგრამ როცა ქონდა შედეგი, ძალიან მიხარავდა და ალბათ ეგ იყო, იმიტომ რომ ხშირადაც მეუბნებოდა, რომ ჩემს მამულებს შეუნა მოუარო. ბავშვობიდან ყველაზე მეტად რა დაგჭირთ მოგონებათ? ბავშვობიდან ალბათ სახლში ბურთის თამაში. ყველაზე მეტად და მეზობლების გაბრაზება, დედის და მამის გაბრაზება, დის გაბრაზება, იმიტომ რომ არ ჩერდებოდი. ყოველდღიურად, ყოველ წამს როცა სახლში ვიყავი, ბურთი არ ჩერდებოდა და ალბათ ეგ მოგონებები. და კიდევ ხშირად ვიძახ ხოლმე, რომ ჩემ ადამიანს ერთხელ ბურთი დამიწვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს თამაშობდი. ალბათ ეგ მოგონებები. როცა თქვენი კარიერის განმავლობაში რთული მომენტები როცა გქონდათ, რა გაძლევდათ ძალას, რომ გაგეგრძელებინა და არ დანებებულიყავით? ალბათ ის პატარა გიორგი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ. ის ფეხბურთელი, ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა რომ ყოფილიყო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც თავისი გმირები იყვნენ. და ალბათ როდესაც ბრუნდები ხოლმე წარსულში და იმ მომენტებს ვიხსენებ, იმ დიდ სიყვარულს, როდესაც გავდიოდი და ჩემ მეგობრებთან თამაშობდი, ან სახლში ვთამაშობდი, ან უყურებდი თამაშებს, ის პატარა გიორგი ის დიდი სიყვარული მაძლევს იმის ძალას, რომ როდესაც რაღაც გაჭირვება მაქვს, იმ პატარა გიორგის მოუხმო და დამეხმაროს. რა შეგრძნება და ემოცია გქონდათ, როცა პროფესიონალურ ფეხბურთში დაიწყეთ ასპარეზობა? ცოტა გვიან მომიწია. დაწყება თითქოს მზად ვიყავი, იმიტომ რომ ჩემ თავში ყოველდღიურად და ღამე, როდესაც დასაძინებლად მივდიოდი, თითქოს ჩემ თავში ყოველთვის ამ ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ ყველაზე დიდი ემოცია იყო, როდესაც პირველად ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე და პირველად მოვისმინე ჰიმნი თავისუფლებაზე და ეს ის სიტყვებია, რომელიც ყოველთვის მინდა რომ ჩემთან დარჩეს და ალბათ იყო უბედნიერესი დღე, როდესაც პირველად ეროვნული ნაკრების მაისური ჩავიცვი. გავაგრძელოთ, ეს იქნება საბოლოო კითხვა. ასე თქვით, დიუშენის მქონე ბავშვებს. ვიცი როგორი რთულია, იმიტომ რომ ესპანეთში მყავს მეგობარი, რომელთანაც ყოველდღიურად ვსაუბრობ. ყოველდღიურად შეიძლება ვერა, მაგრამ როცა მაქვს საშუალება, იმიტომ რომ არის დიდი ლევანტეს გულშემატკივარი. ჩემთვის ყველაზე მაგარი რა იყო, იცი რომ დავინახე რომ როცა მიდიოდა ვარჯიშზე, იმიტომ რომ ვარჯიშობდა კიდევაც მახსოვს, იმიტომ რომ ზუსტად 1 წლის წინ ვიყავით ერთად და დავინახე როგორ მიდიოდა სავარჯიშოდ და ეხა როდესაც წავალთ მე და სანდრა ვალენსიაში, უნდა ვნახოთ და შევპირდი რომ სპორტინგის მაიკასაც ჩაუტანდი. ლევანტეს მაიკა უკვე აქვს და როცა თასი მოვიგეთ ლევანტეში ჩემთან ერთად მოვიდა, თასიც ერთად ავწიეთ და ალბათ არის ადამიანი, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე ურთიერთობაში და ხშირად მესაუბრება, რაც უნდა გააკეთო, რომ არ უნდა დანებდე. უნდა წახვიდე წინ და უნდა შეეცადო, რომ რაც ყოველდღიურად რით შეგიძლია რომ დაეხმარო შენ ადამიანს,
უნდა დაეხმარო. მას ძალიან უყვარდა ჩემი და უყვარს დღემდე ჩემი გამხრება და იმის და მივხვდა რომ სპორტინგში ვარ და არის ლევანტეს გულშემატკივარი და ელოდება რომ როდის დაუბრუნდები ლევანტეში. და ეს მირეკავს ხოლმე და მეუბნება რომ ჩამოდი გელოდები. ალბათ რასაც ვეტყოდი რომ არასდროს არ დანებდე. და წინიარე და შენი დღეს აქ ყოფნა ჩემთან ერთად არის დიდი შეამოვნება. იმიტომ რომ ყოველთვის ადამიანს ოდესაც ხვდები, გრძნობ როგორი ადამიანია, როგორი ენერგია აქვს და ძალიან მომეწონა შენთან ერთად დღეს ეს ინტერვიუ, ხარ მაგალითი და მინდა რომ ყველა ბავშვს მოზარდს რაღაც პრობლემა ექნება, პირიქით გამოდით, ვისაუბროთ, მოუყევით ხალხს, იმიტომ რომ ალბათ ეს არის გზა, რითიც და ეს არის ჩვენი მიზანი. თითოეული ადამიანის მიზანი დღეს ვინც აქ ცხოვრობთ, არა მარტო საქართველოში, არამედ სოფლიოში, არის რომ ერთმანეთს ხარში დაუდგეთ, ერთად ვიყოთ, ერთად ვიცინოთ, ერთად ვიხალისოთ, თუ სატირელია ერთად ვიტიროთ, მაგრამ ის მომენტები ერთად გავიზიაროთ. მე ვფიქრობ, რომ ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე მაქვს შენთვის ერთი პატარა საჩუქარი და თუ მომცემ საშუალებას რომ მოგცე, არ ვიცი, რამდენად მოგეწონება, მაგრამ ძალიან მინდა რომ ეს პატარა კოჩორა საჩუქარი ეროვნული ნაკრების შენგან მოგცე. მადლობა დიდი და აი უბრალოდ ახლა ვერ აღწერ ემოციებით, როგორ ბედნიერი ვარ. მეც მაქვს ერთი კითხვა. დიახ. რა რჩევას მომცემდი? ეხა მაქვს ცოტა რთული მომენტი, ისე რომ ბევრი თამაში არ მომიწია სპორტინგში, ნაკრებში ჩამოვედი, ნაკრებში ვითამაშეთ, ეხა ბოლო თამაში მოვიგეთ. წინ დიდი სეზონები მელის და რა იქნება შენგან რჩევა? რას მირჩევდი? ალბათ ის რომ თქვენ თავში იპოვოთ ძალა და დაუდგიცოთ ყველას რომ იმსახურებთ მოედანზე ყოფნას. ძალიან დიდი მადლობა. როგორც თავიდან გამევორდი, ისევ გეტყვით. ბედნიერი ვარ რომ თქვენ იყავით დღეს ჩემი სტუმარი, მით უმეტეს ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი და როგორც გაგითხარით, ვერ აღწერ ემოციებით, იმდენად ბედნიერი ვარ რომ ესე პირისპირ გესაუბრებით. ჩემცაც დიდი პატივი. ხელი მოვაწეროთ მაგაზე? თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. მართლა გავოცებული ვარ. და ერთ პატარა თხოვნა აქვს თქვენთან. აბა, თუ შეიძლება რომ ჩაგეხუტოთ. რა თქმა უნდა. ბარა. მარტო იგი ხო თხოვნა? დიახ. მეტი თხოვნა არ გაქვს? მეტი ის რომ ეცადოთ რომ სპორტინგში სათადარიგოში აღარ იყოთ და დავინახოთ თქვენი გოლები. შევეცდები რომ ბევრი გოლი აუნიშნო. მადლობა ძალიან დიდი. მართლა ვისიამოვნე. მართლა ძალიან მაგრა ვისიამოვნე და მე მგონი არ ვიცი გიყვარს თუ არა ინტერვიუს ჩაწერა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ გაქვს ძალიან დიდი ნიჭი საუბრის, შენი კითხვის გადმოცემის, ემოციის გადმოცემის. არ ვიცი თუ გაქვს გეგმაში რომ გააგრძელო. ალბათ ვფიქრობ დიახ. ძალიან მაგარი. ძალიან გამიხარდება და მე ვიქნები შენი ხშირი სტუმარი. ხშირად მივდივარ ხოლმე და ინტერვიუზე ისეთ კითხვებს გისვამენ ხოლმე ზოგჯერ რომ აი საიდან როგორ უპასუხო არ იცი და აქ ძალიან ნატურალურად და აი ძალიან მახარებს რა.